საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას. ქალების რადიოს უსმენთ FM 93-სა და 1-ზე. FMG გაძლევთ ონლაინ იმის შესაძლებლობას, რომ გვისმინოთ, თუ კი ასე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის და ასევე შეგიძლიათ რომ შემოიხედოთ ქალების რადიოს Facebook გვერდზე, სადაც პირდაპირ ეთერში გვადევნებთ თვალს. ბედნიერ საღამოს გისურვებთ ყველას, მშვიდობიანს, სარფიანს, მოდი ამასაც დავამატებ და უხს, იმიტომ რომ დღეს სწორედ ეს იქნება ჩვენი საუბრის ესეთი მთავარი თემა, როგორ მონაწილეობს ადამიანი საკუთარი, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის და სიუხვის შექმნაში, რა წილია, ასე ვთქვათ, ჩვენს წარმატებაში დამოკიდებული ჩვენზე, იმისთვის რომ მატერიალური კეთილდღეობა, ვთქვათ, ფინანსები, რომ ეთერს გარეთაც ვსაუბრობდი, ახლა რომ ხანდახან რთული დასაჯერებელია, მაგრამ რამდენად რა წილი არის, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში ჩვენი და რამდენად განვაპირობებთ იმას, რომ აი ეს რაღაცა, არ ვიცი, ენერგოველი თუ რწმენა იმისა, რომ ჩვენ ვართ ამ შემთხვევაშიც, ასე ვთქვათ, განკარგველი ამ შესაძლებლობების, დავიჯეროთ ეს და გავეხსნათ აი ამ ცოდნასაც და ამ რწმენასაც. ბევრი კითხვა მაქვს, ახლა ალბათ შეატყობდით ჩემს ხმასაც და აქცენტებსაც, ბევრი ესეთი ორაზროვნება და ორაზროვანი კითხვები მომდის თავში და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავარკვევთ ჩემს დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა და ის მოჰფენს მოკლედ ნათელს მით უმეტეს ნეიროგრაფიკის მხრივ თქვათ რა პერსპექტივებს აჩენს და რა შესაძლებლობებს იმედია რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი რაღაც ახალ მივესალმები მსმენელს და პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, მე ვადევნებ ხოლმე თქვენს ვიდეოებს თვალყურს. აუდიტორიამ ალბათ იცის და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში თეკუნას Instagram გვერდზეც მივესალმებით აუდიტორიას. ნეიროქალის სახელით, ასე ვთქვათ, მოყვება ძალიან ბევრი, მე ვიცი და მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. ძალიან საინტერესო ამბებს მიყვებოდი თვითონ შენს ცხოვრებაზე, იმიტომ რომ როგორც მივხვდი, რამდენჯერმე ესეთი ტრანსფორმაცია რადიკალური გარდატეხები მოახდინე საკუთარ ცხოვრებაში და კარიერაშიც, ხო? აი, ცოტა მოგვიყევი შენზეც, რომ უფრო ლოგიკურად მივიდეთ მერე იქამდე, სადაც დღეს ხარ და იმ სფერომდე, რომელზეც ასევე ბევრს მოგვიყვები, ხო, ნეიროგრაფიკაზე. რა მოხდა, რამაც განაპირობა შენი იქ ყოფნა, სადაც ხარ? ხო, ჩემი ცხოვრება ვიტყოდი, რომ ტრანსფორმაციებისგან შედგება მხოლოდ ტრანსფორმაციიდან ტრანსფორმაციამდე ვარ სულ და ეს პროფესიულ სფეროშიც გამოიხატებოდა ჩემთან. თავიდანვე შევიცვალე 3-ჯერ გამოდის პროფესია. ამ პროფესიაში ვარ ბოლო 5 წელია, თუმცა ფსიქოლოგიასთან და ზოგადად არტთან, ხატვასთან, ბავშვობიდან ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს და ასე ვთქვათ, ამის შესაძლებლობებს ყოველთვის გრძნობდი ჩემში. თუმცა თავიდან დასაწყისში 90-იანებში რაღაც გადავწყვიტე პრაქტიკული პროფესიის არჩევა, იმ დროისთვის მხოლოდ იურისტები, რაციონალურად, ხო, რაღაცა იურისტები, ეკონომისტები და ექიმები ყავდა ძირითადად იმ პერიოდში და მეც რაღაცა ამას რატომღაც გავყევი რაციონალურ გადაწყვეტილებას. გამართლა ამ რაციონალურმა მიდგომა? იცი რა, ვიტყოდი რომ კი, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება მივიღე ამ სფეროში. 10 წლიანი, რაც ეხლა ძალიან მეხმარება თუნდაც ჩემი პირადი ბრენდის მართვაში, ამ შემთხვევაში. ხო და შემდეგ რაღაცა კიდე გარდატეხა მოხდა ჩემში 30 წლის ასაკში უცებ გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე ბავშვობის ოცნებას, ხატავდი ბავშვობიდან და მინდოდა დიზაინერობა და წავედი მილანში, მივიღე full scholarship-ი დომუსის აკადემიაში და იქ ვსწავლობდი მაგისტრატურაზე. შემდგომ იქ მუშაობდი, სტაჟირება გავიარე ბევრ ცნობილ ბრენდთან, რაღაცა ზღაპარს გავდა ის მაშინდელი ჩემი ცხოვრება ერთის მხრივ, მაგრამ რაღაცა ესეთი ოჯახური მიზეზების გამო მოკლედ მომიწია დაბრუნება ქვეყანაში, თუმცა ვფიქრობდი, რომ აქ გამეგრძელებინა მოღვაწეობა ამ კუთხით, გავაკეთე ჩემი ბრენდი. მე დაგვეწია კოვიდი და აქ რაღაცნაირად ეს სფერო, ამ სფერომ შეაჩერა შედარებით ის აქტივობა, რომელიც მანამდე ქონდა და მეც რაღაცნაირად მივედი ძალიან ღრმა დეპრესიაში ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ მეგონა რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, მეგონა რომ უნდა დავრჩენილიყავი
და ამან დამაწყებინა ძიება გამოსავალს ვეწებდი მოკლედ, რომ რით დავხმარებოდით ჩემ თავს. დავიწყე კლასიკურად ფსიქოლოგით, როგორც ყველა ვიწყებთ ხოლმე და მერე ჩემ ცხოვრებაში ჯადოსნური გზით, სხვა შორის ჰიპნოთერაპიაზე ვიყავი სეანსზე და ჯადოსნურად დავინახე იქ ნეიროგრაფიკა, რომლის არსებობდა საერთოდ და ეს შემთხვევით შევქანდი რაღაცის ლაივში და დამხვდა გოგონა, რომელიც საუბრობდა ნეიროგრაფიკაზე და ვიცანი ეს ნახატები. და ეს ვისაც მოესინჯა ესე ვთქვათ და ეს მეთოდი და ძალიან წარმატებით მას მერე განავითარა, იმიტომ რომ დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი ალგორითმი, ანუ ნეიროგრაფიკაში ალგორითმებით ვხატავთ, ეს არის თავისუფალი ხატვა და შემდგომ საც უკვე გავეცანი მე, როდესაც და ნახევარი მოკლედ ვსწავლობდი, მე ვიყავი პრაქტიკაში და დავიწყე რაღაც საქართველოში შემოვიტანე მოკლედ ეს მარკერით ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა ესე ვეძახე ხოლმე. პოზიტიური ცვლილებების მეთოდი. საინტერესო იყო აი ეს რაღაც რამდენიმე გარდატეხა რაც მანამდეც მოხდა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრთან რეზონირდეს ეხლა და ბევრს მოხდეს ასე ვთქვათ გულზე, იმიტომ რომ ხდება ძალიან ხშირად ადამიანების ცხოვრებაში ეს განცდები, ის ვთქვათ რესურსი რაც შენ ჩადე რაღაც ერთ კონკრეტულ სფეროში, შესაძლოა რაღაც წლების შემდეგ აღარ გავსებდეს და რა გრძნობდე, ცალსახად გრძნობდე და ძალიან ისე მძაფრად ხელშესახებად, რომ რაღაც ახალი გჭირდება და ეს ესთან დაკავშირებული, რომ ეს ნაბიჯები გადადგა და მაინც გაყვე, ასე ვთქვათ, ამ მოგზაურობას და გზას და მსმენელს და მაყურებელს რაღაცა მივცეთ შანსი და ერთხელ დავაფიქროთ იმაზე, რომ არ არის ეს არასდროს გვიან, თავარია რომ და შეიძლება რომ რამდენიმე სფეროც იყოს შენ ცხოვრებაში, ხო, რაღაცა 30 წლის წინ სადღაც ჩავაბარე, აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე უნდა სული ამომხდეს პროფესიაში. ხო, და არ არის ეს არ არის და ისე უნდა იყოს, როგორც სინამდვილეში ვთქვათ, ეს არის ალბათ თავარი ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი და ამოცანა და მისია ჩვენი ადამიანების. რაღაც ალგორითმები, რომელსაც მიყვები, უკვე დავიჭირე ის ინფორმაცია, რომ სულ არის 9 ასეთი ალგორითმი, რა პროცესია და ვისთვის არის ეს, ანუ ნახერის კითხვა მინდა, რაღაცა კონკრეტული პრობლემით, გამოწვევით უნდა მოდიოდეს ადამიანი, თუ აი ყველას რაღაცა დაანახებს, ყველა რაღაც თავისას დაინახავს თავის, არ ვიცი, აი რა სურათს მაძლევს ეს პროცესი. იცი რა, ის სწორად დაიწყე ძალიან თვითონა ეს
მონოლოგია ამ შემთხვევაში მონოლოგი გამომივიდა ხო იცი რა სწორად აღნიშნე რომ იმისთვის რომ მოხდეს გარდატეხები ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები და აუცილებელია რაღაც ნაბიჯების გადადგმა ცვლილებები ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი ნაწილისთვის ყოველთვის კავშირდება შიშთან იმიტომ რომ არ ვიცით როგორია ის მომავალი ის რაღაცა რაც შეიცვლება ხო შიში და ავტომატურად შიში ხო ну იმის შიში რომ ან გამომივა ან არა ან გაამართლებს ან არა მაგას უკვე მიყვება ჯაჭვური რეაქცია მაგრამ უპირველესად ანუ პირდაპირ შიში ცვლილება კავშირდება სიკვდილის შიშთან ანუ გარდავიცვლები ესეც ხო ერთგვარი აღნიშნული არის ეს სიტყვა და ჩვენ გვავიწყდება რომ იქვე შეიძლება მეორე პასუხიც არსებობდეს ან დაიბადები ახლიდან რა თქმა უნდა და მე ვიტყოდი რომ ესეთი გარდასახვა ყოველთვის სასიკეთოდ ხდება უბრალოდ ჩვენ გვეშინია ამ ცვლილებებში აი ნაბიჯების გადადგმა და ნეიროგრაფიკა არის სწორედ ერთ-ერთი უკომფორტულესი და ეკოლოგიურესი ვიტყოდი მეთოდი ამ ცვლილებებში წასვლის, იმიტომ რომ ყველა იმ დაბრკოლებას შინაგანს, რომელიც ქვეცნობიერ შრეებზე დალექილი გვაქვს, ყველაფერი რაც გვიშლის მარტივად რო ვთქვათ, აი მიზანთან მისვლაში, ამას ამუშავებ ხატვისას და რომ ასრულებ ნახაც, უცებ განცდა გაქვს, რომ რა მარტივი ყოფილა, რატომ ეშინოდა. ანუ აი ესე ჯადოსნურად მუშაობს. ჟღერს ჯადოსნურად, მაგრამ სინამდვილეში ამას რა თქმა უნდა აქვს მეცნიერული საფუძველი, ნეირომეცნიერები ამაზე ვთქვათ არაერთ საუბრობენ, როგორ იქმნება ახალი ნეიროკავშირები და ამაზე დაფუძნებით ავტორმა შექმნა სწორედ ეს მიმართულება, გააერთიანა გეშტალტი, NLP, არტ-თერაპია და ეს ყველაფერი ერთ მეთოდში. და როდესაც მე რაღაცა კონკრეტულის დამუშავება მინდა, ანუ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეთოდი ზოგადად თერაპიულად რა საკითხსაც არ უნდა ამუშავებდე, მას მოსდევს ნებისმიერ ალგორითმს ფონად აქვს ის, რომ თერაპიულად გამზადებს ცვლილებებისთვის, გაძლიერებს, შენ ცენტრთან გაბრუნებს, რაც აი 100-დან 100 გოგო მეუბნება, რომელიც ხატავს, ვისწავლე არას თქვა. ვისწავლე საზღვრების დადგენა. სხვა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და არ ვიცი რამდენად მეთანხმები, რომ შეიძლება ამას კონდეს რაღაცა თავისი გეოგრაფიულ, კულტურული, იმიტომ რომ მე მგონია რომ ქართველებს ეს განსაკუთრებით გვიჭირს. ალბათ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენთან თქვათ ეს კავშირები და ზოგადად ეს კოლექტიურობა იმდენად მძაფრია და გამჯდარია ჩვენში ეს ოჯახური მჭიდრო კავშირებიდან და ასე შემდეგ ალბათ წაიხსნება, ხო? ბევრი ფაქტორიდან. რომ ეს გვიჭირს ძალიან. სამუშაო გვაქვს ამაზე, რა? აი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ეს მომენტი, რომელიც ჩვენ აღნიშნე, იმიტომ რომ შეიძლება მე პიროვნულად, არ ვიცი, მინდოდეს რაღაცა ნაბიჯის გადადგმა და ეს არის ჩემი ინდივიდუალური ქვეცნობიერის დონეზე მქონდეს რაღაცა ჩემი ინდივიდუალური ემოციები, რომელიც შემიძლია დავამუშავო თუნდაც სხვა მეთოდებით, მაგრამ უფრო სიღრმეშია ჩასასვლელი კოლექტიური არაცნობიერის შრეებზე, სადაც უამრავი ბლოკი გვაქვს, რაღაცებს ვერ ვაკეთებთ მაგალითად, იმიტომ რომ ვარ ქალი, იმიტომ რომ ვარ ქართველი, იმიტომ რომ ვარ ჩემი გვარის წარმომადგენელი. 20-ის აღარ ვარ. ძალიან აი ეს რაღაცა არქეტიპული ბლოკები, ტრანსგენერაციული, რომელიც მოყვება თაობებში და აი ეს წარმოდგენები გამყარება რაღაც არქეტიპს, რაღაც სუპერ გმირს უნდა შევესაბამებოდი აუცილებლად. სხვანაირად განვიდევნები, არ მიმიღებენ, მარტო დავრჩები, მოვკვდები, ანუ ისევ მივდივართ სიკვდილის შიშთან ყველა ჯერზე. ამიტომ ხო ჩვენთან ეს ძალიან ძლიერია და ნეიროგრაფიკას აქვს ასეთი ძლიერი მხარე, ვიტყოდი რომ შენ ემუშავები ერთდროულად ერთი ხატვის განმავლობაში ფსიქიკის 7 შრეს. ანუ იწყებ ცნობიერი შრიდან აჟღერებ შენს საკითხს, რომელსაც ამუშავებ, რომელთაც მოდიხარ თქვა ჩემთან, მე ჩავდივართ ამის ოპტიმიზაციაზე ოპერატიულ შრეზე, ანუ აბა როგორ შეიძლება, მე გიდგენ ალგორითმს და იწყებ ქვეცნობიერში ჩასვლას. ჯერ ჩემი ინდივიდუალური ბლოკები. ანუ ესე იგი, თქვა ადამიანი რომ მოდის, დაახლოებით უნდა იცოდეს მაინც აი რა რისი დამუშავება უნდა, რა თემაზე, რა თემაა მის ცხოვრებაში და იმ ეტაპზე, თქვა შედარებით ისეთი პრობლემა. ანუ პრობლემა, მოდი არ დავარქვათ პრობლემა, საკითხი უნდა მოიტანოს ჩემამდე. ისე უნდა მოიტანოს. ის რაც აწუხებს უნდა გააჟღეროს. ეს არის პირველი ეტაპი ზუსტად ხატვაში აქტუალიზაცია. ანუ რა არის ჩემთვის აქტუალური. დღეს რა მჭირდება მე რომ გავარკვიო რა მიქმნის დისკომფორტს და შემდეგ უკვე თუ ინდივიდუალურად მუშაობთ, ცხადია მასზე მორგებულ ალგორითმს ვადგენთ. შენ აღნიშნე სწორად, რომ აი, ვთქვათ 9 ძირითადი ალგორითმი გვაქვს.
მაგრამ შემდეგ როდესაც სწავლობ არის დონეები, სადაც უბრალოდ სპეციალისტი ხარ და უბრალოდ იყენებ იმ 9 არსებულ ალგორითმს, მაგრამ ცოტა ღრმად თუ მიდიხარ სწავლებაში, ისე როგორც თქვათ მე წავედი, ამ დროს უკვე გაქვს უფლება, რომ შენ თვითონ აი შენ ცოდნაზე დაყრდნობით შეადგინო უკვე ინდივიდუალური ალგორითმები. და ინდივიდუალურად არგებ ადამიანს და მის საკითხს, მის თემას, მის პრობლემას წყალებში, ხო? და ანუ კიდე აღნიშნავ, რომ ეს ერთადერთი მეთოდია, რომელიც 7 შრეზე მუშაობს. ანუ ჩადიხარ, ყველა ეტაპზე ხატვის თითო ეტაპი, რომელსაც თქვათ მიუთითებ და ვაჩვენებ, ამუშავებს თითო შრეს. შეიძლება შენ ინდივიდუალურად არ გქონდეს პრობლემა, მაგრამ აი ეს საგვარეულო ბლოკი, რომელსაც ვერ ხვდები, რატო და როგორ მუშაობს. ამას დაუბრუნდეთ, სხვა შორის ძალიან საინტერესო დღეები მქონდა ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ 3 დღიან ტრეინინგს დავესწარი, სადაც ოჯახური სისტემური განლაგების თემებს, ასე ვთქვათ, ვეზიარე. მოგშა ფეიქარი უძღვებოდა ამ 3 დღიან ტრეინინგს და იყო ძალიან საინტერესო და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ალბათ ეხმიანება ეხა აი ამ თემასაც, რაზეც ჩვენ საუბრობ და ჩვენი ასე ვთქვათ კოლების საგანი ამ შემთხვევაში ამოთხშაბაც იქნება ის, როგორ შეიძლება ჩვენი რესურსები ისე მივმართოთ და ჩვენი შუქი ისე მივმართოთ, ისეთი მიმართულებით, რომ კეთილდღეობა, მატერიალური ვთქვათ შესაძლებლობები, ფინანსები, სიუხვე, რომელიც ყველას გვინდა რომ იყოს ყოველთვის ჩვენსკენ, რაც მეტი მით უკეთესი, მოვმართოთ მაქსიმალურად ჩვენსკენ და რა შეიძლება ამის გაკეთდეს, იმიტომ რომ ეთერს გარეთ ჩემი სტუმარი მეუბნება, რომ ხანდახან სხეულში არსებობს ის ბლოკები, რომელიც შეიძლება აი თრგუნავდეს და ბლოკავდეს თუნდაც აი ამ შესაძლებლობების დანახვის რესურს ჩვენში. ასეა, თეკუნა, მოგესალმებით. თეკუნა გელაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი ქალების რადიოს სტუდიაში. მივაყარე ძალიან ჩქარა, იმიტომ რომ ბევრი კითხვა მოდის და გაგვარკვია ეხა რა ხდება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა ბლოკებიო? ძალიან საინტერესოა, რომ ძალიან სინქრონში ვართ დღეს, იმიტომ რომ ზუსტად პასუხისმგებლობის თემაზე ვაპირებდი ეხა გადასვლას, ხო და რაღაცა ამით პირველ რიგში ვიტყოდი, რომ უპირველესი, ნახე, უმთავრესი არის პასუხისმგებლობის მომენტი, ანუ თუ მე მივხვდები და მივიღებ და დავუშვებ, რომ ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება ისე როგორც ხდება, იმიტომ რომ მე ჩემთვის ასე არის უსაფრთხო. ჩემი ქვეცნობიერისთვის არის უსაფრთხო. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, იმიტომ რომ შენ ეგრევე გამოდიხარ მსხვერპლის პოზიციიდან, აღარ იცახი, რომ ეს რა დამემართა, რატო ხდება ასე, არამედ გადადიხარ ძალაში, როდესაც სვამ კითხვას, რომ რატომ მოხდა, რისთვის ხდება, ეს იქნებ რაღაცა უნდა ვისწავლო და შევცვალო ჩემს ცხოვრებაში და ამ შემთხვევაში აი ეს შეტრიალება აღქმის მსხვერპლიდან გადადიხარ შენს რაღაცა ძალის წერტილში, აი იმ წერტილშისაც ყველაზე ძლიერი ხარ და გაქვს უკვე ენერგია, რომ რაღაცა შეცვალო. და ცვლილებების საშუალება ხო შეიძლება, ანუ ბევრი მეთოდია. მე ვმუშაობ ძირითადად, ნეიროგრაფიკით და პლუს ვიხმარებით სხეულითაც. და რატომ სხეული, ნახე? ესე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი ქვეცნობიერი გვგონია, რომ რაღაც ტვინის რაღაცა შრეა, არა, ქვეცნობიერი არის ჩვენი სხეული. ჩვენი სხეული ატარებს ინფორმაციას, ჩვენი დნმ ატარებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩემი ინდივიდუალური. აღნიშნე ხო წინა ბლოკში. ეს მომყვება მე უკვე, ეს კოდი, გენეტიკური კოდი, ასევე ვიტყოდი, მოდი აღნიშნავ მაინც ინკარნაციული კოდი და არის რაღაცეები, რაც ჩვენს სხეულს ახსოვს. იმაზე უკეთ ხანდახან ვიდრე ჩვენს გონებას. იმაზე უკეთ კი. ასე ამბობ. კი, ვიდრე ჩვენს გონებას. იმიტომ რომ ჯერეთი ნახე ტვინს შეუძლია ძალიან ბევრად ნაკლები ინფორმაციის გადამუშავება ერთ წამში თუნდაც. ერთი ფიქრი მაქსიმუმ, ხო, რაღაც ერთ წამში გავიფიქრე. ქვეცნობიერს აქვს რესურსი, რომ გადაამუშავოს 600 მილიარდი ერთეული ერთ წამში. წარმოიდგინე, ანუ რამხელა ინფორმაციას ამუშავებს. ეს ფილმი რო არის ლუსიეგ მაგალითი მიყვარს. აი ზუსტად ეს რაღაცა რო კითხულობს ყველაფერს გარშემო, აი ესე მუშაობს ჩვენი ქვეცნობიერი. და ეს პირდაპირ გამოიხატება ჩვენს სხეულში. სხვა შორის ვილჰელმ რაიხმა დააფიქსირა პირველმა ეს კავშირი ემოციებსა და სხეულს შორის, ის რომ ნებისმიერი ემოცია დახშული, არ განცდილი, მტკივნეული, რომელიც ოდესღაც დავახშე და არ განვიცადე, ჩემს სხეულში ცხოვრობს როგორც შეკუმშული ბლოკი, როგორც ნეიროკუნთოვანი ბლოკი. ანუ ჩემი კუნთი შეიკუმშა, იმიტომ რომ როგორც კი მე ვიწყებ ემოციის განცდას, ნახე ეგრევე, აი ხო გრძნობთ ხოლმე რაღაცა ტალღა მოდის. აი ამ ტალღას მე რო კუნთებით, შიდა კუნთებით ვაჩერებ შიგნით. აი იმ მომენტში, იმიტომ რომ არ მინდა განცდა და ვბლოკავ, აი ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა წარმოიქმნება ნეიროკუნთოვანი ბლოკი.
და შეიძლება ეხლაც აი ჩვენმა მაყურებელმაც მსმენელმაც ერთი წამით რო გაჩერდეს და მოусმინოს სხეულს, აი უბრალოდ დააკვირდი მხრებს თუნდაც. მოჭიმული გაქვს თუ არა მხრები. აბა დაწია მხრები. და იგრძენი რომ ფაქტობრივად სულ მოჭიმული მხრები თქვა. სხვა შეს თავიდან ამასაც ჭირდება ალბათ როგორც ხვდები გახსენება და დასწავლა კი არა, გახსენება ხო ამ მდგომარეობის, იმიტომ რომ როცა ძალიან დიდხანს ამ მდგომარეობაში ხარ, იმდანაც ეჩვევი რომ კომფორტულიც კი ხდება. მე ის მოშვებული და მოდუნებული პოზიცია შეიძლება იყოს უფრო მეტი დისკომფორტის მომტანი არა, როცა ხო თავიდან, აი როცა ამ მდგომარეობას ხარ შეჩვეული. ხო, იმიტომ რომ ხარ დაუცველი თან. დუნებული როცა ხარ და ესე სულ თავდაცვის პოზიციაში ხარ და ხარ მომართული იმისთვის რომ თუ დაგარტყავენ და ერთ ადამიანებს აი სულ მართლა დღევანდელი ადამიანი არის მუდმივად აი ამ თავდაცვის პოზიციაში სულ ბრძოლის იმაში რომ აბა ვინმე არ მომატყოს აბა ვიღაცამ რაღაცა იქ რა ქვია რაღაც არ შემომაჩეჩოს ისე აი სულ ამ წესრიგში ვართ ასე ვთქვათ რა და მართლა ხო აი ხა ამ დღეებში გადავფიქრდი იმაზე რომ სინამდვილეში ადამიანებს უფრო გვიკვირს და უფრო დისკომფორტში გვაგდებს შეხვედრა ისეთ ადამიანებთან რომლებიც მაქსიმალურად მიახლოებული არიან აი ადამიანობას იმიტომ რომ უცებ გერთვება ის რომ ვაიმე რატო იყო ესეთი გულწრფელი ვაიმე რატო მიღიმის ამდენს რატო იყო კეთილი ეხა ეს ჩემს მიმართ რამე ხვარელის უკან მე რაღაც ხوار მექნება იქ გადასახდელი საპასუხოდ აი მე დისკომფორტში ვარდები იმიტომ რომ აღარ არის ადამიანი შეჩვეული ამას ხო ესეც მახსოვრობა ანუ გამოცდილება რა გამოცდილებაც გაქვს მიღებული ხშირად იმისა რომ ადამიანი არ არის ჰუმანური იმის რომ ადამიანი ავცი ღალატობს იმის რომ ადამიანი ზურგს უკან ავცი რაღაცას გიწყობს ისეც რაც არც ისე სასიამოვნოა მოლოდინი მოკლედ გაქვს ყოველთვის ცუდი და ამას განაპირობებს სწორედ აი ეს ჩვენი პატერნები ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული და პლუს როგორც აღნიშნეთ ტრანსგენერაციული როგორ იწყებ მუშაობას თეკუნა ადამიანთან? აი როგორ იწყება? ანუ მოაქვს რაღაცა თემა, რომელზეც მუშაობს, შემდეგ ხდება ამ რაღაცა ალგორითმის რაზეც გასეს ნეიროგრაფიკა ამის შედგენა და შემდეგ ამ თავისუფალ ასე ვთქვათ პროცესში, უბრალოდ თავისუფალი ალბათ არ გამოდის, მაინც ამ ალგორითმს ექვემდებარება, ხო? და შენ მართავ ამ პროცესს? მე მართავ ამ პროცესს. ხდება ეს თუ ჯგუფურად? იცი რა ინდივიდუალურადაც ხდება და ჯგუფურადაც. ინდივიდუალურ შემთხვევაში ცხადია ყველაზე უფრო მეტად არის მორგებული ადამიანზე ის პროცესი, რომელშიც არის რადგან მაქვს საშუალება, რომ მისთვის ინდივიდუალურად და კონკრეტულად, ესე ვთქვათ, შევადგინო და მოვარგო ალგორითმი. თუმცა და ნუ პროცესში მაქვს კიდევ საშუალება, რომ თუ ვხედავ, რომ ზედმეტი ემოციური რეაქცია აქვს, გადამეტებული, რომელსაც ვერ უმკლავდება. იმ მომენტში შემიძლია დავეხმარო ვთქვათ ამ ემოციასთან გამკლავებაში სხვა ინსტრუმენტებით ვთქვათ ასევე ვიყენებ ჰიპნოთერაპიის ელემენტებს უახლესი ფსიქოსომატიკის ელემენტებს კლასიკური ფსიქოლოგიიდანაც ანუ მაქვს საშუალება რომ იქვე დავეხმარო პროცესში იმიტომ რომ ხშირად ეს პროცესი არ არის მარტივი ეს ახლა ჟღერს რომ უბრალოდ ხატავ მაგრამ არის ხოლმე რომ პროცესში სამ ასპექტში გამოიკვეთება ხოლმე აი ეს სწორედ დაბრკოლება აი თავიდან რასაც ვისაუბრეთ ცვლილებების და შეიძლება თავიდანვე არ ამოვიდეს ეს რა ბლოკავს ხო? რა თქმა უნდა, ანუ ისეთი უცნაური გამოვლინებები აქვს ხოლმე, იმიტომ რომ ტვინი როდესაც აღიქواس რომ მე რაღაცას ვცვლი, ეს უკვე განგაშტეხს. უკვე საფრთხეა და ხო და იწყება ან ემოციური რეაქცია და შეიძლება ადამიანი ტიროდეს აი უბრალოდ ტიროდეს ვერც ხდებოდეს რატომ ტირის ხატვის განმავლობაში შეიძლება იცინოდეს შეიძლება ბრაზი რომელი გზნობა გამოხატავს იმას რომ მატერიალური კეთილდღეობა უნდა მოიზიდოს იცი რა სხვადასხვანაირად ის როგორ ხო აი სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე აი ახლა გადავალ მაგ თემაზეც უბრალოდ აი ამ იმას დავასრულებ შეიძლება გქონდეს ფიზიკური გამოვლინება ანუ შეიძლება აქ ტკივდეს თავი გეცრემლებოდეს თვალები გეწვოდეს თვალები არც კისერი გტკიოს გაგიშეშდეს ზურგი წელი ოღონდ აი რო სრულდება ხატვა საოცრება არის რომ აბსოლუტურად ყველა სიმპტომი გადის. იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ თანდები რომ გაგაჩეროს, რომ შენ არ შეცვალო ის რაც ხელს გიშლის. შეგაფერხოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ბარიერები
ხო. და შეიძლება ყველაზე ხშირი არის კიდე მენტალური, რომ ნეტა ცუდი რაღაც ხარ დამემართება, აი ხარ უცვლი, მე რა მოხდება, ნეტა სწორად ხატავ და სწორად თუ არ ხატავ რა მოხდება, უარესი ხარ დამემართება. ანუ ერთი მინდა აღნიშნო, რომ ნეიროგრაფიკა არის პოზიტიური ცვლილებების პრაქტიკა. შენ გამოგაქვს პროექციები, ანუ ფურცელზე პროექცირებას აკეთებ შენი კონფლიქტების, რომელიც გიშლის შენ მიზანთან მისვლაში და იმას ემუშავები, იმას ან შეცვლი, ან უბრალოდ დატოვებ როგორც არის შეცვლი უკეთესობისკენ. უარესობისკენ ვერ წახვალ. მაგრამ ეკოლოგიურ შალოვანია რომ სწორმა სპეციალისტმა გაგიწიოს გიდირება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე შეიძლება წამოიდეს ემოციაში ფოთვა, ანუ სხვადასხვა გამოვლინებები და უნდა იცოდეს ადამიანმა, ხო, რაღაცა რაში შედის, როგორ მართოს და ასე შემდეგ. ჯგუფურ თერაპიულ სესიებზე სხვა ჩვენს ფინანსური თავისუფლების კურსი მქონდა, ეხლა ხანს რომელშიც გაერთიანებული იყო სწორედ აი ეს ფინანსებს რაც გვიბლოკავს ის ბლოკები და ხო და ახლა ვერ მივედი ხო იქამდე ხო და მიმიყვანე იქამდე გაგიჟდა ეს ხალხი ვინც გვიყურებს და გვისმენს გითხარით როგორ მოვიზიდოთ ფინანსები რიგში როგორ აღნიშნე თუ სხეული გაქვს მოჭიმული დაემშვიდობე იმას რომ შენ გააზრდი შენ ფინანსურ მოცულობას აი რა მდგომარეობაშიც ხარ აი რამდენ ფულსაც გამოიმუშავებ რამდენიც შემოგდის, ეგ არის შენი ყველა მოდუნდა გაშემო. ეგ არის შენი ლიმინტი. ყველა მოდუნდა, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ ეგრევე მოხსნას ავტომატურად ეს ბლოკი, მაგრამ ალბათ არ არის. ხო, იმიტომ რომ ნახე ეს ფიზიკურად ქმნის დაბიკოლებას რა, ანუ ფიზიკურად არის რეზისტანსი იქმნება, ანუ ვერ გადის იქ ენერგია, როცა მოჭიმულია, როცა მოდუნებულია, იქ მიედინება თავისუფლად. ეხლა რა გინდა მითხრა რომ სოფლიოში ყველა წარმატებული ადამიანი ასე და რელაქსებული მოდუნებულია, ვისთანაც კეთილდღეობა ისე უხვად არის? შეიძლება ეს გაუცნობიერებლად ნახე შენი მოჭიმულობა ყოველთვის განპირობებულია რაღაცა შიშებით. მოჭიმული სხეული არ არის არასდროს, როცა ხარ თამამი და რისკიანი და არ გეშინია და აი ხტები პირდაპირ აი ამ რაღაცაში. ხო, და სამყაროსთან ისე ხარ რა, შეიძლება იმ მომენტში დაიჭიმო ცოტა ხნით, მაგრამ მერე თავისუფლდები და მიდიხარ ამ რისკზე. და მოდის მეტი ენერგია. მოდის მეტი ენერგია. მეტი ენერგია უდრის პირდაპირ ნახე, რაც მეტი ენერგია მიედინება შენ სხეულში, შენ ენერგეტიკულ არხებზე და შენ ენერგეტიკულ ცენტრში. მეტი ეს ხო აღარ არის საიდუმლო ამაზე უკვე მეცნიერებიც საუბრობენ. მეტი ფინანსებიც ხო ენერგიაა. ეგეც შესაძლებლობაა. ეს არის ხიდი, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღო ის, რაც გინდა. ხო, აი იმიტომ რომ ძალიან ხშირად სხვათა შორის რატო არის, რომ აი შეიძლება ახალ შესაძლებლობაზე რაღაცა ავტომატურადაც კი თქვა უარი, იმიტომ რომ აი ეს ახალი შესაძლებლობა რაღაცა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ხო? დღეს საუბრობთ იმ თემაზე, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანს ტკივა, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ყველას სურს გაიუმჯობესოს ფინანსური კეთილდღეობა, მატერიალური შესაძლებლობები, ყველას უნდა რომ რაღაცა სიუხვე მაქსიმალურად მისკენ მისი ოჯახისკენ მომართოს და ხანდახან არ ფიქრობთ იმაზე, რომ აი მაგალითად რეკლამაც თქვა მასტუმარმა იყოს კავშირში, თქვათ მამასთან, ან შეიძლება კავშირში იყოს სხეულში დაძაბულობასთან და შეიძლება ხა ბევრმა თქვას, რომ კაი რა, ხა ეს რა მოიგონეთ, მაგრამ აი რო არ არის ეს მოგონილი, ამაში გვარწმუნებს დღეს ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ როცა არ ფლობ ამ ინფორმაციას საკმარისად, რთულია დაიჯერა, რომ შეიძლება რაღაცა კისერში დაძაბულობამ და მხრებში რაღაცა ტვირთის შეგრძნებამ განაპირობოს ის, რომ მე დღეს რაღაცა შეთავაზება არ მოქვს ხელის გულზე, რაც მინდა რომ კონდეს მაგალითად, ხო? როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ერთმანეთს და რას გულისხმობს რეკლამამდე გითხარი, რომ მამასთან კავშირშია, თქვათ, ჩვენი რაღაცა სიუხვე თუ მატერიალური კეთილდღეობა. ხოჭი რა ნახე, საინტერესოა, რომ სწორედ რეკლამამდე აღნიშნეთ კიდევ ის, რომ ოჯახიდან, ხო, ტრანსგენერაციული ტრავმებიდან მომდინარეობს ყველაფერი. და რა არის ჩვენი ოჯახი და ჩვენი საგვარეულო ხე, რომლის წევრიც ვართ, ხო? და მთავარი ამ შემთხვევაში ჩემი პირველი რასთანაც ვკავშირდები, როცა ვკავშირდები ჩემს საგვარეულოსთან არიან დედა და მამა. და ჩემი ურთიერთობები დედასთან და მამასთან განაპირობებს ძალიან ბევრ წარმოდგენას და იმას თუ როგორ უყურებ მეცხოვრებას, რა მოლოდინი მაქვს, აი რასაც საუბრობდი, საფრთხის მოლოდინი როცა გაქვს ნახე, მამა არის ის ადამიანი, რომელიც პირველად აძლევს ბავშვს იმ იმპულსს, რომ სამყარო არის უსაფრთხო. ძალიან კარგია, რომ დღევანდელ დღეს დაუშვეს ის, რომ სამშობიაროში თუნდაც მამას აქვს უფლება, რომ დაესწროს აი ბავშვის გაჩენას და ხელში აიყვანოს და ჩაეხუტოს, იმიტომ რომ ეს არის ის იმპულსი სხეულებრივი, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს იმ მომენტში, როცა იბადება, გარდა იმისა, რომ დედასთანაც უნდა იყოს. მამა აძლევს იმის განცდას, რაც არ
მოხდეს, ანუ ხო, რაც არ უნდა მოხდეს, მე ვარ აქ შენთვის, ანუ მასკულინური ენერგიის არსებობის და პლუს იმის განცდას, რომ ამ მასკულინური ენერგია არ მერჩის, მე აგრესიული კი არ არის და საფრთხეს კი არ წარმოადგენს ჩემთვის, არამედ ეს არის ჩემი ცველი. დაცულობის განცდას რაც მაძლევს. ნუ რაც ბავშვობიდან დარღვეული გვაქვს, ბევრს ვიტყოდი, იმიტომ რომ საქართველოში რაღაცა ალბათ გვინახავს ხო ოჯახები, სადაც დომინანტი არის ეს მასკულინური ენერგია, აგრესიული გამოხატულება. ოღონდ თავისი თქვა ხო, აი ხო აგრესიული და ტოქსიკური მნიშვნელობით. ხატულება აქვს ეს კონფლიქტების ოჯახში, იმიტომ რომ ბავშვი როცა იზრდება და უყურებს ურთიერთობას დედის და მამის, ძალიან ბევრი რამე ფორმირდება მანდანვე 6 წლამდე ჩათვალე რომ ის საფუძველი ბაზა ჩადებული გაქვს, როგორი იქნება შენი მომავალი ცხოვრება. იმიტომ რომ ბავშვი 6 წლამდე იწოვს პირდაპირ ყველაფერს, რასაც უყურებს, არ აქვს განვითარებული ეს ფრონტალური ნაწილი, ტვინის, რომელიც ლოგიკურად თვითონ მიხვდება, რომ სწორ დასკვნას გააკეთებს ლოგიკურს რა. ვერ ხვდება, ანუ რაც ხედავს, მაგას იღებს, მამა ყვირის, ოკეი, აგრესია, მამაკაცი უდრის აგრესიას. და მამასთან ურთიერთობა და არის ჩვენი გარე სამყარო, სოციუმი. ურთიერთობა აი ამ ყველაფერთან, რაც გარეთ ხდება. და თუ კი შესაძლებლობებს ვხედავ, ეს ნიშნავს, რომ მაქვს ჰარმონიული ურთიერთობა, იმიტომ რომ ზოგჯერ აი ეს შიში რო აღნიშნე შესაძლებლობებს, რომ არც უყურებთ ხოლმე და არც განვიხილავთ, ვერც ვხედავთ, იმიტომ რომ არ მაქვს იმედი, რომ მამა დამეხმარება. ეს არის შესაძლებლობის არ დანახვა. მე ეს თვითრწმენას და ძალიან ბევრ რაღაცას მიქვეითებს. შინაგანი თვითრწმენა თუ მაქვს მე თუ მაქვს აი ეს დასკვნა გაკეთებული ბავშვობაში, რომ მამა ისედაც კი არის, მაგრამ მე არც დამეხმარება და არც მოვა. ეს არის ეს უდრის იმას, რომ მე ვერ ვხედავ შესაძლებლობებს დღევანდელობაში. მამასთან ურთიერთობის მოგვარებით შეგვიძლია დავიწყოთ ის გზა, რომელიც გაგვიყვანს უფრო მეტად შედეგზე. ნუ თუ არის შესაძლებელი, ხა რასაკვირველია, ამას ძალიან ისე მოკლედ დამონტაჟებულად ვთქვი და რასაკვირველია ვიაზრებ იმას, რომ ეს ურთიერთობები ძალიან ხშირად ძალიან ბევრ შეიცავს, რა ქვია, ელფერს და ბევრი ფაქტორით არის განპირობებული ამ ურთიერთობებში წყვეტა, რასაკვირველია, მაგრამ მოკლედ მამასთან კავშირი ძალიან ბევრს ნიშნავს ამ შემთხვევაში და აი ეს სხეულთან ეს ჰარმონია და გათავისუფლება ამ ბლოკებისგან როგორ იწყება და რამდენად შეიძლება რომ ანუ ნახერის კითხვა მინდა ეს ხო არ არის პროცესი რომელიც რაღაცა დღეს წავედი ვივარჯიშე ან რაღაცა იოგით დავკავდი ანუ მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნო ხო რომ შეინარჩუნო კი თავიდან რომ დაამუშავო რა თქმა უნდა ჭირდება დიდი ძალისხმევა დიდი ენერგიის ჩადება, მაგრამ მერე უნდა გააგრძელო ამაზე მუშაობა. მუდმივად უნდა იყოს შენს სხეულთან. ნეიროგრაფიკა ამასაც მოიცავს ამ სხეულის ბლოკებზე მუშაობას. იმ კუთხით რომ მე ვქმნი ნეიროკავშირებს აი იმ ჩემ ქვეცნობერ ღრმა შრეებზე, რომელიც განაპირობებს აი ამ ჩემ წარმოდგენებს კი. ანუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც უთქვამთ, რომ აი მორჩი ხატვას და რაღაცა მუცელში თითქოს რაღაცა გაიხსნა, თითქოს რაღაცა მოდუნდა, თითქოს შიში გამიქრა, თითქოს შფოთი წავიდა, დაუმშვიდდი. ანუ ესეც ის, მაგრამ იცი რა არის ძალიან იშვიათია ჩვენ საზოგადოებაში ესეთი კავშირი ქონდეს ადამიანს ხელთან, რომ ამას გრძნობთ ეს რა ხდება სხეულებრივ დონეზე. სწორედ სახელების დარქმევაც კი რთულია, ხო? რთულია, ემოციებს ვერ ვარქმევთ სახელებს, ანუ შეგრძნებებთან კიდევ უფრო ცუდად ვართ, ანუ იმდენად მოჭ ხარ ვერ გრძნობ სად რა ხდება, სომაჭემული ყველანი ერთ და იგივე ხდება. ხო. და თერაპიული ეფექტი აქვს ამ ხატვის პროცესს. ხო? ერთჯერადი რაღაცა სეანსით მე შემილია რომ ეხლა რაღაცა ჩემი კეთილდღეობა და ფინანსები და ფული მოვიზიდო თუ ესეც რაღაცა ხანგრძლივი გზაა? ხო, ესეც ხანგრძლივი. იცი რა, ინდივიდუალურია. ანუ მაქვს შემთხვევები, ყველაზე ისეთი მიყვარს ეს кейსი ძალიან, გოგონამ დახატა და დახატა თავისი რაღაც სურვილები და წინაურება სამსახურში. კერა და მე მგონი ზრდა დახატა უბრალოდ და შიში ქონდა რომ რაღაც გათავისუფლება ხდებოდა მოკლედ იმ პერიოდში სამსახურში მასთან და სექტემბერთან ქონდა ეს სექტემბერში ველოდები და არ გამიშვა სამსახურშიო აპრილში ხატავდა. და 3 დღეში ანუ გამოიძახეს უფროსმა დაუძახა ორი პოზიციით დააწინაურა შესაბამისად ერთ ხატვაში ორი პოზიციით დააწინაურდა გააგდეს კი არა პირიქით ანუ და პლუს ნუ ხელფასით შესაბამისად გაეზარდა ესეთი кейსებიც მაქვს რომ აი ერთჯერადად მოხდა ეს გადართვა ერთ ხატვაში მოხდა ეს გადართვა მაგრამ ნახე ხო იმ მომენტში დავამუშავე ეს ბლოკი გაუშვე იქ რას მიშლი და კონკრეტულად იმ
რაღაც ახქმა ვიღაც თანამშრომლის რაღაცის დაწინაური გამოვლინების შიშის იქ მე რაღაცა კონფლიქტი იქნა ხო 1000 რაღაცას ვფიქრობთ ანუ რეალურად ნახე რაღაცა შიში დგას რომელიც არ მიშვებს ანუ ან მეშინია რომ ძალიან დიდარი რო გავხდები რაღაც არ ვიცი ცუდი ტიპი გავხდები ეს ხო გავრცელებულია რომ ცუდ ტიპებს აქვს ბევრი ფული და ცუდი გზით აქვს ნაშოვნი ან შეიძლება იყოს ბლოკი რომ არ ვიცი ზედმეტ ყურადღებას მივიპყრობ და აქ მივდივართ 90-იანებში რომელიც ჩათვალე რომ ყველას ვინცაც გამოვლილი გვაქვს რომ ბევრი ფული როცა მაქვს მაღაჩაღები პრობლემებთან ასოცირდება აი ამასთან ასოცირდება ანუ ესეც მუშავდება რა ამ დროს ოღონდ ნახე ამის სიკეთე მეთოდის ის არის რომ შე რო ხატავ რამდენი გადაკვეთაც გაქვს ნახატზე იმდენ კონფლიქტთან მუშაობ ერთ თემაზე კი არ ვზივარ და ვსაუბრობ შენ აფიქსირებ განზრახვას რომ მე მინდა რომ გაიზარდოს ჩემი შემოსავალი ოღონდ სხვა ფორმით ხა იქ ფორმულირება არის რომ უკვე მოხდა ანუ აფირმაციის სახით წარ მე ჩემი შემოსავალი გაიზარდა უკვე გაიზარდა და მე ფაქტიურად ანუ ხდება დამუშავება ყველაფერი იმის რაც შენ გიშლის იქ მე შეგვიძლია ვისაუბროთ და გავარჩიოთ რომ ეს არის ის რომ გეშინია იმიტომ რომ ვიღაცა მეზობელი გააუთოვეს 90-იანებში და ის გახსოვს ფულის გამო ან გახადეს რაღაცა ქუჩაში წარსული გამოცდილება პლუს აი ეს მამა აღნიშნეთ მამასთან ურთიერთობა თუ დედაც მინდა აღნიშნო ძალიან მნიშვნელოვანია გოგოსთვის განსაკუთრებით იმიტომ რომ დედასთან ურთიერთობა არის ურთიერთობა საკუთარ თავთან და თუ მე მაგალითად ნახე როგორი ფენომენია ხოლმე დიდი შემოსავალი მაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეც ხარჯავ ვიდრე მაქვს. არასდროს არ მყოფნის. ეს არის ურთიერთობა დედასთან. ეხლა ყველამ გამოგხედა, იმიტომ რომ ყველას ეცნო ეს პრობლემა. ხო, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ნახე რაში მდგომარეობს, მე რომ საკმარისი შემოსავალი მოდუნებული ვიქნები და ყველაფერი კარგად მექნება და მე სულ ტონუსში უნდა ვიყო, საკმარისად კარგი უნდა ვიყო, სულ რაღაცისგან უნდა მივისწრაფოდე და ეს ახქმა გამომდინარეობს ჩემი ურთიერთობიდან დედას. ანუ მე თუ უხეშად აი მოკლედ რო ვთქვათ, თვით სიყვარული და აი თვითკმარობის განცდა პირდაპირ კავშირშია დედასთან ურთიერთობაში. ანუ თუ მაქვს მიუღებლობა, კონფლიქტი, ღიზიანდები და ასე შემდეგ დედასთან ურთიერთობაში, ჩათვალე რომ იგივე ემოციები შენ გაქვს და დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ უბრალოდ ამას შიგნით ვერ ვხედავ. ეგ მაჩვენებს როგორც სარკე ხო, ну, გასაგებია, რა თქმა უნდა ის, რომ ნებისმიერი რაღაცა მიზნის თუ წარმატების მიღწევაში, ვთქვათ, ესეთი რაღაცა ტრავმები და ვთქვათ, არა სრულყოფილი თუ სრულფასოვანი ურთიერთობები ან უკან ხევს მკვეთრად, ან პირიქით გაძლევს იმის, ასე ვთქვათ, ბიძგს რაღაცა წარმოუდგენელ ძალას, რომ პირიქით ამ ტრავმების საპირისპირო პოლუსზე აღმოჩნდა და დაუმტკიცო, ასე ვთქვათ, ხო, ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა გვახსენდება ალბათ ჩვენს გარშემო, შეიძლება ჩვენს ბიოგრაფიაშიც იყო ასეთი ეპიზოდი. პირიქით რაღაცა საოცარ იმას მიზანდასახულობას აძლევს ადამიანს, ხო, რომ ის გადატეხოს, ასე ვთქვათ, პირიქით. სხვა თვალსაზრისით არის რაღაცა ვთქვათ ისეთი, არ ვიცი, რჩევები, რომელიც შეგვიძლია მივცეთ ადამიანებს მაგალითად ამ შესაძლებლობების და მატერიალური კეთილდღეობის კონტექსტში. მუშაობა რასაკვირველია არსებულ ურთიერთობებზე და ოჯახთან, თქვათ, აი ამ კავშირების გაჯანსაღება, სხეულებრივი ეს ბლოკები, რომელიც ხანდახან ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია, თუ სინამდვილეში რას ვებრძვით ჩვენ თვითონ და რის სიშიში გვაქვს. და კიდევ რა შეიძლება უთხრათ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით და ვთქვათ აი უკვე უშუალოდ ხო ფინანსებთან მიმართებაში. იცი რა მე ვიტყოდი რომ ბედნიერების რეცეპტი არის მიმღებლობა. თუ კი შენ მიმღებლობით შეხვდები ყველაფერს რაც ხდება შენ თავს ყველაფერს რაც სამჟღავნებს ადამიანი რომელთანაც შედიხარ კომუნიკაციაში ყველაფერი რაც შინაგანად შენ თავში ხდება თუ მიმღებლობით შეხვდები და გაატარებ, იმიტომ რომ ეგ არის გატარება სწორედ ენერგიის, ეგ არის არ დაბლოკავ და გაატარებ შენ სხეულში, შენ არასდროს არ იცი რას მოგიტანს ის. და პლუს მიმღებლობით თუ ხარ არ გაქვს აი ეს მინუსში გადართვა, არ გაქვს ეს დაბალ ვიბრაციებზე ჩავარდნა, რომ აი რაღაცა ანარებრძვი, რომელშიც ხარჯავ ენერგიას, რომ რატო ხდება და ამაში ხარჯავ ენერგიას და აღარ გრჩება შენი ყოველდღიურობისთვის არაფერი. მის ისე სხვა ჩერს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი ეს ფოკუსი. კერდა შენი ხო, ანუ შენი ენერგია მიმართო იქითკენ უფრო, არა იქითკენ რომ რატო ხდება, არამედ იქითკენ რომ ხო, ანუ რაღაცა სხვა რესურსი სხვანაირად გამოიყენო. იმიტომ ძირითადად ძალიან დიდი ენერგია მიდის ამაში. აი ამაზე ბრძოლაში, იმასთან რაც ხდება. როგორც კი ამ ბრძოლას აჩერებ და აღარ ებრძვი და აღარ ხარჯავ ენერგიას, ჯერ ერთი შეგიძლია უკვე
ადეკვატურად დაინახო სურათი და მანამდე ემოციაში ხარ, ისტერიკაში ხარ და ვერ ხედავ რა ხდება. შეიძლება სიკეთის მომტანის კი იყოს ის სიტუაცია. სხეულთან ხო, ეხლა თუ ვთქვათ ზოგად რაღაცაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად იქნებით კავშირში სხეულთან, თუ ვერ მოდიხართ კონკრეტულად აი ამ რაღაც თერაპიულ მიზანმიმართულ მეთოდებზე, ვერ იღებთ მონაწილეობას, თუნდაც ელემენტარული იოგა, თუნდაც ელემენტარული რაღაცა, არ ვიცი, აი გაჩერება დღის განმავლობაში, როდესაც მოდის ემოცია და გრძნობ რომ ემოცია მოდის და დაფიქრება რომ რას გვწნობ ახლა და დაარქვი სახელი ამ ემოციას. ანუ რას გვწნობ რა ემოციაში. ხო, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ მარტო სიუხვეს ყველაფერთან მიმართებაში ეს არის რა ქვია, ძალიან გვჭირდება ეს. შორის იცი რა არის კიდე ჩვენი სექსუალური ენერგია და მიმღებლობა ჩვენი თავის როგორც ქალების შემთხვევაში არის ასევე ამასთან კავშირში ჩვენი ფინანსები. აბა რას გულისხმობ? რაც უფრო მეტად მიღებული მაქვს მე ჩემი თავი როგორც თამამი გახსნილი, თავისუფალი სექსუალური შინაგანად გულისხმობ მიმღებლობას და არ მაქვს დანაშაულის განცდა იმაზე რომ ვარ ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური, არ მაქვს სირცხვილის განცდა იმაზე რომ ასეთი ვარ როგორიც ვარ. კემტრობ აი ძალიან ბევრი სხვა ძალიან ბევრი ხო ფინანსებთან და პირველ რიგში საკუთარ თავის მიღებასთან და რწმენასთან, იმიტომ რომ ხა ამ ყველაფრის გარეშე ფინანსური კეთილდღეობა ეხლა რანაირად მოვა თუ ის ლოტოში რაღაც არ გაგიმართლა და არ მოიგედა. ძალიან ბევრი ქალი ამ სირცხვილის და იცი რა რის თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი ქალი ატარებს საკუთარ თავში აი იმ სურვილს რომ შეუმჩნეველი იყოს. არა და ხაზგასმით ძალიან მიმზიდველები, არაჩვეულებრივები, ძალიან ლამაზები და მომხიბვლელები და აი ამ დროს იწყებს საუბარს და მისი ასე ვთქვათ სიმძიმე მოდის იქიდან რომ აი მაქსიმალურად შეუმჩნეველი უნდა რომ იყოს. ანუ თითქოს არ უნდა რომ დაინახო ხო. არ არის უსაფრთხო რომ გამომჟღავნოს. ხო და შესაბამისად ხა ეს შეიძლება ჩვენ ეს კომპონენტები და ეს თემები რაზეც საუბრობთ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს არის რა ქვია რასაკვირველია ესეც უნდა იყოს, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევაში არის მოკლედ ის ჰარმონია, რომელიც საერთოდ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ის შესაძლებლობები ფინანსური იქნება თუ სხვა თვალსაზრისით საერთოდ დაინახო და გამოიყენო, ხო? ფინალისკენ რო წავიდეთ, რა გინდა რომ უთხრა, შენ როგორც აი ამ რაღაცა დარგის ერთ-ერთ პიონერს ჩვენს აუდიტორიას რა შეიძლება რომ დაუტოვოთ ისეთ რჩევად სიუხვესთან და ფინანსურ კეთილდღეობასთან მიმართებაში. რამდენიმე ამბავი გითხარი გამოსიარე. კარგ ამბავს გეტყვით ერთ იმას, რომ თუ კი მომყვებით ინსტაგრამზე მაქვს 8 თუ 9 თავისუფალ წვდომაში ალგორითმი, რომელთაც ადამიანს შეუძლია რომ შემოვიდეს და ხატოს აბსოლუტურად უსასყიდლოდ და დაამუშავოს. ეს რა საინტერესოა. ენები და ამუშავოს შიშები და შფოთები, აი რაღაცა first aid პირველადი დახმარება მიდავს. მადლიერების ალგორითმი. ნეირო ქალს თუ ემეგობრებით ინსტაგრამზე შეგიძლიათ რომ ცადოთ ეს პრაქტიკას თქვენზე. მინიმუმ შესაძლოა რაღაცა შვება და ესეთი თერაპიული ეფექტი მოგცეთ. ძალიან დიდი შედეგები, ძალიან ბევრი კარგი უკავშირი მომდის ამასთან დაკავშირებით, რომ მეცვლებათ ადამიანებს ცხოვრება და თითქოს სხვა ელფერს ძენს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრმა არც ვიცით, რომ ჩვენში არის მიზეზი იმისა, თუ რაღაცა ვერ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ანუ თუ ვეძებთ გარეთ არ ვართ მიჩვეულები, რომ ამ ეს შევტრიალდეთ და შიგნით ვეძებოთ, სულ ვიცით, რომ მიზეზი არის სადღაც იქ, უნდა დაელაპარაკო ადამიანს იქ გარეთ სადღაც. და სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევთ ეს ყველაფერი და ვიტყოდი რომ ხატეთ მაქსიმალურად აქვს ხომ დაბრკოლება აქვს ხომ ადამიანებს რომ იცი ხატო ანუ ესეც არ არის დაბრკოლება საერთოდ არ არის საჭირო რომ იცოდე ხატო ხაზებს ავლებ და წრეებს ხატავ და რაღაც სამკუთხედებს რასაკვირველია შეუძლია ამის ხატრებისთვის ხო არ არის ეს მოგონილი ეს პრაქტიკა და ისედაც აღვიძებს შემოქმედებით ენერგიას რომელიც ბევრში არის დახშული აი ბავშვობაში რო უთხეს რომ რას გავს ეს შენი ნახატი და ცხოვრებაში რო აღარ უხატია არაფერი იმის მერე ხო შემოქმედებით ენერგია პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან რაც უფრო მეტად გააღვივებ და შემოქმედებით ენერგიას გახსნი გამოავლენ გამოათავისუფლებ მით მეტად გეხსნება ალბათ უფრო მეტი შანსია რომ ის ბლოკები მერე ქვეცნობიერში თუ სხეულებრივი ბლოკები მოხსნა და გაათავისუფლო იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან კავშირშია შეიყვარეთ თავები ძალიან ხოთ და მიიღეთ ისეთები როგორებიც ხართ იმიტომ რომ ხართ ერთადერთი განუმეორებელი და უნიკალური ანუ ეს არის რატომ გინდა რომ იყო ისეთი როგორიც არის სხვა იყავი შენ ხარ ერთადერთი და უნიკალური და
იმიტომ რომ ზუსტად ის რო განსხვავებული ხარ, ეს არის ზუსტად შენი ძალა, ხო? უნიკალურობა არის შენი ძალა, კი. ძალიან დიდი მადლობა თეკუნა, ალბათ თავის დროზე შენც რო დაიჯერე ეს, იმიტომ შეძელი რომ ამდენი რაღაც ცხოვრებისეული პერიპეტიებისთვის თუ გარდატეხებისთვის ასე გაგერთმია თავი და მიგეგნო ბოლო-ბოლო იმ და იმ სფეროსთვის და იმ მისიისთვის, რომლითაც ეხა ხარ დაკავებული და ვეხმარები სხვებს. თეკუნა გელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი დღეს. ბედნიერ ჰარმონიულ ოთხშაბათ საღამოს გისურვებთ ყველას, ხატეთ და არ შეგეშინდეთ მოკლედ რომ აღმოაჩინოთ ყოველ დღე თქვენი რაღაცა ახალი თავი, ახალი ჰობი, ახალი ინტერესი და ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო, ამოუწურავი, მე ასე ვიტყოდი და არ შეგეშინდეთ მოკლედ